მოგესალმებით მეგობრებო, მე მქვია მალხაზი, ვარ სუნამოების ექსპერტი 2004 წლიდან. რამდენი ხანია წელავდი ვიდეოების გადაღებას და დღეს როგორც იქნა გადავწყვიტე. და ჩემი პირველი ვიდეო ეძღვნება კრედ ავენტუსის ფანებს და მათთვის მაქვს სასიამოვნო ინფორმაცია. ვისაც უყვარს კრედის ავენტუსი, იციან რომ 2 ლარი ნამდვილად არ ღირს ეს სუნამო და ზოგიერთი მათგანი ეძებს ალტერნატივას და იპოვის ზოგიერთმა კიდეც, მაგალითად იგივე არმაფის კლუბდენოითის სახით. თუმცა კონსერვატიული ნაწილი სუნამოს მოყვარულების მაინც ემხრობა ავენტუსის კრედის შესრულებაში ამ ვარიანტს და არა სხვა ვერსიებს და კლონებს და ესე შემდეგ. თუმცა იგივე არმაფის ვერსიაში მშვენიერი არის მე რომ მკითხოთ. მაგრამ მათთვის ვინც მაინც ესე კონსერვატიულად უყურებს ამ საკითხს, უჩვენებ აი ესეთ ვერსიას. ეს არის 240 მილიგრამი. ეს ვინაიდან კამერა სელფით ვიღებ, შეიძლება ისე კორექტულად არ აჩვენოთ, მაგრამ 240 მილიგრამია და რა არის კარგი ამ ყველაფერში. სუნამოს მოყვარულებმა იციან, რაც უფრო დიდია შეფუთვა, მით უფრო იაფი გამოდის. არა, გასაგებია რომ თქვა სიტყვაზე 100 მილიგრამი თუ ღირს 1200 ლარი, 240 მილიგრამი უეჭველი მეტი ღირს, მაგრამ სარგებელს გულისხმობ. მაგალითად 240 მილიგრამი რო გამოგივიდეთ, ეს 2.5-ჯერ მეტია, ხო, სადღაც დაახლოებით. 100 მილიგრამითაც მეტი რო იყიდოთ, ხო, ანუ 200 მილიგრამი, უკვე დაგიჯდებოდათ, საშუალო ღირებულება ვთქვათ, მაგალითად, ყველა სხვადასხვანაირად ყიდის, ზოგი 1200-ად, ზოგი 900 და შემდეგ 1000 ლარი ავიღოთ. 2000 ლარი დაგჭირდებოდათ და ზოგიერთ მაღაზიებში უფრო ძვირი წელს და 2500-მდე წავიდოდა ეს საფასური. თან თუ გავითვალისწინებთ 200 გრამს კი არა, კიდე 240 მილიგრამი, ანუ კიდე 40 მილიგრამით მეტი. და ეს 240 მილიგრამი გამოდის სადღაც დაახლოებით 1730, 1700 ლარი ესე ვთქვათ. სადღაც 400-500 ლარის პარაგლებში, მინიმუმ 400 ლარის მოგებული რჩებით. და რა არის კიდე დადებითი ეფექტი? ის რომ ეს ვერსია 240 მილიგრამიანი მათი გაყალბებები ჯერ არ არსებობს. მე არ მომხვედრია არც ევროპულ, ამერიკულ და არც ერთ მსოფლიო ბავშვებულ ფორუმებზე, სადაც მზიან სპეციალისტები, მოყვარულები და შემდეგ და ინფორმაცია არ გაიპარება. ამიტომ ამ ხრივადაც არის შესანიშნავი ესეთი არჩევანის გაკეთება. ესე გამოიყურება უკვე თავად. ეს მოყვარული აქვს, ეს არის, ახლა მე ამას არ გავხსნი, უბრალოდ ეს უკვე გასაგზავნია კლიენტთან, ერთ-ერთ ჩვენ მომხმარებელთან და აქ უკვე აკლია, სადღაც უკვე 100 მილიგრამი აქვს დარჩენილი და ეს არის მშვენიერი გამოსავალია. ეს შეუძლია დადოს სახლში, ხოლო აი ესეთ ატომაიზერში, ესეთი მშვენიერი რაღაცაა, ძალიან სტილი, ესე ამოდის. გადაისხას ამაში, ეს 10 მილიგრამიანია. ეს დადოს სახლში, ეს ატაროს თან ჯიბეში ჩანთაში, სადაც გაუხარდება და გამოიყენებს. აი ესეთი ინფორმაცია იყო. მადლობას გიხდით, რომ მიყურებდით, დავუთმეთ თქვენი ძვირფასი დრო ამ ვიდეოს ყურებას. მოგეწონათ და ლაიქეთ, არ მოგეწონათ, თითი გვამოთ და კომენტარებში ასევე მაინტერესებს თქვენი აზრი. თუ გაგისინჯავთ ორიგინალ ვერსიაში კრედის ავენტუსი და ასევე არმაფის კლუბდენოითი და სხვა ვერსიები. ყველაფერს კარგს გისურვებთ, დროებით შემდეგ ვიდეომდე.